მასაჟისტმა ხერხემალზე მასაჟით მარილები დამიშალა, ეს სიმართლეა თუ ტყუილი. რასაკვირველია ტყუილია და არ ჯდება არანაირ სამედიცინო ლოგიკასთან. იმას, რასაც თქვენ მარილებს უწოდებთ, ეს არის ოსტეოფიტები, რომლებიც წარმოიქმნება ხერხემლის გადაძაბვისას, მალთაშუა დისკის დადაბლებისას, ანუ დისკოპათიის დროს, ართროზის დროს და ასევე ოსტეოქონდროზის გამო. მარილები, ანუ ოსტეოფიტები, წარმოიშობა თანდათანობით, რაც ზღუდავს ხერხემლის მოძრაობას და მის ელასტიურობას. და ამ დროს თუ ვინმე შეეცდება მასაჟით ან მანუალური თერაპიით ზემოქმედება მოახდინოს აღნიშნულ მალაზე, ვითომც და იმ მიზნით, რომ დაშალოს მარილები, პირიქით გამოიწვევს მალის სხეულის გაღიზიანებას, ანთებით პროცესს, რაც შემდეგ პირიქით აძლიერებს ტკივილს ხერხემალში და კუნთების დაჭიმულობას. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ოსტეოფიტების, ანუ მარილების გამო გტკივათ კისერი ან წელი, ძალიან ეფექტურია შემდეგი სახის ფიზიოპროცედურები. ეს არის მაგნიტოთერაპია, ულტრაბგერითი თერაპია და ტეკაროთერაპია. ამიტომაც გაითვალისწინეთ, მარილების, ანუ ოსტეოფიტების დაშლა ხელით ან მასაჟით შეუძლებელია.